თითქოს ვარცებობდი. მე ხელმეორედ მოვევლინე მიწას. მაგრამ გამიჭირდა, ჩემს ეს ნაფეხურზე მივდიოდი შორს და მიყვებოდი მიზანს. მერე დავიღალე, ქვაზე ჩამოვჯექი. ისიც კი არ ვიცი, გზას საით მივყავარ. ლაბირინთის რიგი, მერე მარტოობა, ხოდა გულის ნადებს ახლა შენ გეყვები. ამ ცოდვილ მიწაზე, ჩემს ტვირს ჩუმად ვათრევ, ქვიშაზე დავტოვებ ბევრი ნაყვალები. ისევ გზას გავყვევი გაჩეთილი მზერით, გვხვდება უცხო ხალხი უსაგნო თვალებით. თითქოს რაღაც აკვდა ჩემს სულს, რას ვეძებდი. თითქოს იქ არ მოვხვდი, სადაც უნდა ვიყო. სული გაუცილდა იგივე ყველა სულთქმოს მივდივარ ქვიშაზე, უსასრულოდ ფიქრობ. ეს სხვა სამყაროა, ადამიანები. გახდნენ უსახო და გული გაუცილდათ. შორს მივდივარ უკან, ტოვებ ნაფეხურებს, ვიღაც ტირის ჩუმად. სადღაც იბადება ვიღაც. რა არის სამყარო? თითქოს ნოსტალგია. შევეგზენი მაშინ, როცა მზეს შევხედე. რა დაბრუნდინეტავ ამ ცოდვილ მიწაზე, რომ სხვებს დავეხმარო, თუ კვლავ უნდა ვწერდე. ცხოვრება რა არის? ძალიან მოკლეა. წუთი სოფლა წამი თითქოს 60-ია. სიყვარული, ეს ხომ გულის ჰარმონია. ღმერთთან სიახლოვე, სულის ჰარმონია. ღალატი რა არის? ეს ვერ გავარკვიე. საკუთართა სირავ თუ მას ის ვენც მიყვარს. მოთმინება, ეს კი ალბათ გამოჩნდა, რომელსაც აბარებს ცხოვრებას თავიდან. სინანული, ფიქრობ, რომ ეს თვითგვემა მიტევება ალბათ უდიდესი ნიჭი. სიამაყე? არა, ამის ახსნას ნუ მთხოვთ, საკუთარი თავის ბატონობა იცის. ისევ უსასრულო, გზას მივყვები მარტო. ყველგან სიმშვიდეა, ვეღარაფერს ვამჩნევ. და რა მოხდებოდა ცოტა სიყვარული, ყოფილი იყო ირგვლივ, ხო, ამის თქმას ვბედა.